და ძალიან დიდ განსასწრებელია ჩვენი ქვეყანა, ეხლა ჩვენ თუ არ ვიყოჩახეთ, ჩვენ თუ არ გავაგიბნეთ ხალხს, რომ აი ესეთი განსაცდელი ემუქრება ჩვენს ქვეყანას და ხვალ უკვე მომავალი თაობა ნამდვილად უსუსური იქნება და ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს იმ ხალხს, ვინც ჩვენს ქვეყანაში ესე მასიურად შემოდის. და პირიქით, რავი, ქართველები მიერეკებიან, ქართველებს აღარც ჯანმრთელობა აღარ შერჩას, აღარც ნერვები, რავი, ვინც აქ არის ბანკებისგან იხრჩობა, ოჯახის წევრები დაავადებული და რავი, ემიგრაციისკენ იყურება ყველა და ცარიელდება ჩვენი ქვეყანა ხალხო. აქ უცხოტომელები ისებიან, ეხლა წერა ვიღაცა წერდა, რავი, რუსებზე რა აზრის ხატო და აი ეს ჩაგიდეს თქვენ სინამდვილეში ესეც მიზან მიმართულად ხდება, ხო? აი რუსი და ამ დროს რა ვიცი, ამდენი არაბი, პაკისტანელი, ინდუსი ეს ხვარიო, ეგრე გამოუვა. ხო, ამდენი სხვა უცხოტომელი შემოდის, აი იმათზე ხმას არიღებთ და რა ვიზახით მარტო რუსიო და რა ვიცი, ჩვენ ყველაზე გვაქვს პრობლემა კანონ პროექტი წარვადგინეთ პარლამენტში, ამისთვის ვიბრძოლეთ, დაგვიხარო ეს ახალად შევადგინეთ ეს ხელმოწერები და წარუდგინეთ პარლამენტს. ეხლა ველოდებით რომ საპროცედურო საკითხი და კომიტეტმა განიხილოს ეს ჩვენი კანონი პროექტი, სადაც კანონ პროექტის შინაარსია, რომ რავი, არ უნდა იყიდებოდეს ბინადრობის უფლება, ესე არ უნდა კონდეს ყველას იმის უფლება, რომ რაღაც კონკრეტული თანხა გადაიხადოს, ბინა იყიდოს და მიიღოს, რავი, უვადო ბინადრობის უფლება და შემდეგ მას აი მოქალაქეობისკენ გზა კონდეს და ყველას ეხება ეს, ყველა უცხოელს, არა აქვს მნიშვნელობა ეს თურქი იქნება, რუსი იქნება, არაბი თუ პაკისტანელი, ამ კანონ პროექტში წერია, რომ ყველა უცხოტომელს უნდა შეეზღუდოს ბინადრობის უფლების მოპოვება, საერთოდ უნდა გამკაცდეს ეს მიგრაცია უკონტროლო ჩვენს ქვეყანაში და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქართველის გარდა, ყველაზე აი ერთნაირად ვფიქრობთ, რომ არ უნდა სახლდებოდნენ ესე მასიურად ჩვენს ქვეყანაში და რავი, გაიგეთ ხალხო, გატყუებენ ხო რაღაცა ეს რუსი რო იძახიან ამ დროს რა ვიცი მართლა ამდენი თურქია, ამდენი არაბია, ინდუსია, პაკისტანელია რა ვიცი აეროპორტში მიდით ბოლო და ნახეთ თქვენი თვალით რომ როცა ეს ჩამოფრენა ხდება თვითმფრინავების რამდენი ეს არაბული ქვეყნებიდან ხალხი ჩამოდის, პაკისტანელები, ეს ბანგლადეშელს რა ესაქმება ჩვენს ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა, როცა გაუხსენთ მათ და 240 მილიონია ბანგლადეშის მოსახლეობა და ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონია. ამ ხალხს ჩვენს ქვეყანაში რა ესაქმება, რა ვიცი, ესენი რა სასტუმროს ჩაუშნიან, რაიმე ტურპაკეტებს ჩაუშნიან, ტაქსი ძახებენ თუ რამე ინვესტიციას ახორციელებენ ხალხო. უნდა გონს მოეგოთ, რომ ხვალე და ზეგე ეს სიტუაცია რომ შემოbrunებას არ დაექვემდებარება და ესე ღამით თუ დღისით შვიდათ რომ ჩვენი შვილები და ქალები დადიან და რა ვიცი ჩვენ შვიდათ სახლში ვართ, ესე ვეღარ იქნება, ხო? რაც ევროპაში და სხვა ქვეყნებში ხდება, ზუსტად ის მოხდება აქ. და ამიტომ გონს უნდა მოეგოთ ყველამ რავი, საკუთარი თვალებით ხედავთ თუ როგორ მრავლდებიან და რამდენი არიან აქ. აბსოლუტურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდებული არიან, რავი, ყიდულობენ მიწებს, სახლდებიან და რავი, სრულიად სხვა უკულტურო ხალხი, რომლებიც ქართველებთან არანაირი საერთო არ აქვთ მათ. პირიქით, რავი, ეხლა არ არიან იმ რაოდენობის, რომ შესაბამისი ზიზღი გამოხატონ ჩვენს მიმართ, თორემ თვითონ მშვენივრად ხდებიან ეხლა და მშვენივრად თავიანთ ჩატებში თუ ჯგუფებში ამაზრებსაც აფიქსირებენ, რომ რავი, ქართველები ვერ გვიტანებენ, მაგრამ რაღაც რაოდენობაზე როავლენ, რავი, ჩვენსავეთ ესე ხვეწნა და დაძახება კი არ ჭირდებათ, კაცო, რაღაცა ჯგუფები და ჩატები აქვს, ერთს, რა ვიცი, დაწერენ და ათასობით ადამიანი იკრიბება, ნახეთ ხო, რა ვიცი, თბილისშიც იყო ამათი შეკრება, ბათუმშიც იყო რამოდენიმე დღის წინ ვიდეო დაიდო, მე მგონი დავით შენ ქონდა დადებული ხო ეს გუშინ თუ გუშინ წინ იყო ვიდეო, რავი, რამოდენიმე 1000 ადამიანი, რავი, ესენი ერთ დღეში შეუძლიათ შეკრიბონ, ერთ საათში შეუძლიათ შეკრიბონ. თავიანთ ჯგუფებში, ჩატებში დაწერენ, რომ რაღაც შეკრება გვაქვს, ესე ქართველებივით ხვეწნა კი არ დაჭირდებათ, კაცო. ამიტომ უნდა გონს მოვეგოთ. ხვალე და ზეგეს ეს ვეღარ შემოვაბრუნებთ ამ სიტუაციას. ჩვენ შვილებს ფიზიკურად ამის არც შანსი ექნებათ, არც ძალა არ ექნებათ. ამიტომ რასაც გეუბნებით,
ჩვენ კი არ დაგვიჯეროთ კაცო, გარეთ გაიხედეთ და რეალობას დაინახავთ ბოლო-ბოლო.